სალამი მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ყოველი ჩვენი შეხვედრა და საუბარი განმავითარებელი საგანმანათლებლო სიტუაცია არის. ზოგიერთ რაღაცას გეუბნებით, აი პირველ მიახლოებაში, ვისათვის რომ თქვენმა ცნობიერებამ დაიწყოს მუშაობა, გამოცნობა, მოდელირება, თვითგანვითარება, ხო შევთანხმდით, რომ ყველაფერი რო გითხრათ, აგიღეჭოთ და იზეპირებთ, ასეთები ვართ. აი როდესაც რაღაცა არ გესმით, რაღაცა კითხვის ნიშანი გაგიჩნდათ, მაშინ ირთვება თქვენი ცნობიერება. დღევანდელი ჩვენი საუბარი გვექნება აი ასეთი სიტუაცია, შემაჯამებელი სიტუაცია, მაგრამ ახალ ცნებებს შემოვიტან და ახალ წარმოდგენებს. ჩვენ წინა შეხვედრის ბოლო წარმოდგენით, სადაც არის ეს ყველაფერი ერთად, სადაც ბავშვის, ასე ვთქვათ, ჰორიზონტის მაღლება არის ჩვენს დონემდე გათანაბრება იერარქიული რანგის. და სულ ყოველთვის ჩვენ აი ბავშვთან მოგვიწევს აი ასეთ იერარქიულ რანგთან თამაში. ერთ შემთხვევაში დაახლოება, როდესაც რაღაცა უნდა უთხრათ, როგორც ავტორიტეტი, მეორე შემთხვევაში გარკვეული დისციპლინა და გარკვეული წესების დაცვა. აქ ყველაფერი ერთად არის, ჩვენი 6 მოდელი, ქცევის მოდელი განაპირობებს ზუსტად აი ამ ქვეცნობიერ ქცევას, ცნობიერად ამას უპირისპირდებით, ზუსტად ეს ამოცანები უნდა იყოს გადასაწყვეტი, რომ მოვათვინიეროთ ჩვენი და ბავშვის მიმართ, ჩვენი ლორენცის დემონები და ბავშვსაც განუვითაროთ გარკვეული წარმოდგენები ამაზე. არა მარტო მოთვინიერებაა საჭირო, არამედ აი ვიფიქროთ იმაზე, რომ იქნებ ჩვენ შეგვიძლია და არის საშუალება, რომ აღზარდოთ ჩვენ ლორენცის დემონი, მასთან ვიმეგობროთ. თუ იდეალურ შემთხვევაში აქამდე უნდა მივიდეს საქმე. ასეთნაირად თუ გავამარტივებთ, აი ყველა ასეთ შემთხვევაში დემონები ხედავთ მშობლების ცალ-ცალკე და ერთად და ბავშვების და შემოდის აი ახალი კომუნიკაციაზე ჩვენ უკვე გქონდა საუბარი, კომუნიკაცია უნდა იყოს ზუსტად აი ასეთი იმ სამწახნაგა ჩვენი მოდელის ხან შემოტრიალება ასე, ხან შემოტრიალება ისე, ბავშვების მიმართ არავითარი აგრესიულობა, ზოგჯერ საჭიროა რაღაც დემონსტრაციული ქცევის გამოყენება იმისათვის, რომ მოვათვინიეროთ მათი ლორენცის დემონები და აი აქ ახალია ესეთი რაღაცა შემოდის ტერიტორიული ცნება, ტერიტორიული არსებები ვარ. პირველ ქცევის მოდელს თუ გავითვალისწინებთ, ყველას გვაქვს ზოგიერთს დიდი მთელი სახელმწიფო, ზოგიერთს პაწაწინა, ერთი კუთხე სათამაშოებს ინახავს, ტერიტორია, რომელსაც უფრთხილდება ბავშვი, ჩვენს უფრთხილდებით და ეს გავითვალისწინოთ ყოველთვის, როდესაც ჩვენ შევდივართ კომუნიკაციაში, გარკვეულ ტერიტორიაზე ხდება ეს ყველაფერი. ის სამზარეულო, რომელიც ლაბორატორიად უნდა ვაქციოთ, ერთ-ერთი ასეთი ტერიტორია არის და ბავშვებს უნდა ქონდათ ზუსტად კაფიო წარმოდგენილი ლორენცის დემონს უნდა ეშინოდეს თქვენი, რომ ეს არის თქვენი ტერიტორია. ეს აუცილებელია, რადგან იქ საფრთხის შემცველი ნივთებია, გაზი, ელექტრობა და ასე შემდეგ. ანუ ამ ტერიტორიაზე, ლაბორატორიაში, რომელშიც იმუშავებენ, გარკვეული წესებით უნდა იქცეოდნენ. ეს უნდა იყოს როგორც ტაბუ, ხო, აგრძალვა. ამის აღზრდა ნამდვილად არის შესაძლებელი, ცნობიერად და ისტორია გვიჩვენებს ამას, რომ ესეთი ზოგიერთი აგრძალვა მოქმედებს და პანიკურ შიშსაც იწვევს, ხო. მეშვიდე ცევითი მოდელი გამოჩნდა. ესეთ მნიშვნელოვანია, ალბათ დღეს უნდა ვახსენოთ, რომ ასეთი რაღაცაც არიან პიროვნებები, რომლებიც არიღებენ მონაწილეობას იერარქიულ გარჩევებში. იმდენად ძლიერები არიან რაღაც პარამეტრით, შეიძლება სახელმწიფოს არ ფლობდნენ, დიოგენე კასრში ცხოვრობდა, მაგრამ ყველა პატივს სცემდა და ეკითხებოდა რჩევას. ესეთი ადამიანები ჩანან, თუ ასეთ ადამიანებზე აქვს რაღაც სოციუმს წარმოდგენა, მათ მიმართავს ხოლმე, როდესაც იერარქიულ პირამიდაში პრობლემები ჩნდება. მათი მოწვევა იერარქიულ ლიდერს, ანუ ბელას არ ეშინიათ, იციან უკვე, რომ იმათ არ აინტერესებთ ამ იერარქიულ გარჩევებში ჩაბმა,
და იციან, როდესაც გააკეთებენ აი ამ საქმეს, წავლენ ისევ, ანუ მაღლა დგას. დამოუკიდებელი ექსპერტები ასეთი ადამიანები არიან. მათ შეუძლიათ სამეცნიერო და მაღალ კულტურულ დონეზე მისცენ გარკვეული რჩევები. აი ახლა ესეთნაირად უნდა წარმოვიდგინოთ მთლიანობაში ეს ყველაფერი. პირველი სურათიც, მეორე სურათიც ის რაც იყო, ჩვენ ადრე რაც ქონდა, ანუ ინტელექტუალური უკვე მძივედი თამაში ოჯახში და აი ასეთი მოდელიდან ჩვენ წარმოდგენები უნდა განვავითაროთ იმისათვის, რომ გარკვეულ შედეგს მივახციოთ. მთელი ჩვენი ცივილიზაციის განვითარების ისტორიას თუ განვიხილავთ, აი 2025 წლის მიწურულს მივედით იქამდე, რომ ერთი მეოთხედის განმავლობაში რაღაც პრობლემები ვერ გადავწყვიტეთ და აი ამ მეოთხედების მიჯნაზე აი ეს ამოცანა არის გადასაწყვეტი, რაც წინა სლაიდზე იყო. ანუ ესეთი მასშტაბური ამოცანა. ნუ ესეც გავიხსენოთ, ძალიან მნიშვნელოვანი წარმოდგენა აქ ტეილერის სურგოლების სახით არის წარმოდგენილი და სათანადო საკონძო სიტყვებით. ანუ ეს მძივიც ამუშავდა. მძივები უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ მომენტში უნდა ავამუშაოთ და ნუ მე შემიძლია ეს, მაგრამ იმიტომ რომ მახსოვს ეს ყველაფერი, თქვენს უნდა გაიცნობიეროთ ეს ყველაფერი, გაიცნობიეროთ, აითვისოთ და თქვენს უნდა გქონდეთ საშუალება, რომ ამით ისარგებლოთ, მაგრამ საჭიროა ხშირად გადახედოთ, დააბრუნოთ დროის მარყულში გავიხსენოთ, აი ეს ცნებები, ესეც ერთ-ერთი მძივია. იერარქიები გავიხსენოთ, აი ჩვენი კიდევ ერთი წარმოდგენა, იერარქიული გარჩევები შიგნით, აი ამ პირამიდების შიგნით და თუ კარგად დააკვირდებით, შეიძლება ადრეც დაინახეთ თქვენ ეს ყველაფერი, რომ აქ ამ პირამიდის შიგნით პატარა ქვეპირამიდებია, რომლებიც იზრდებიან, ანუ მცირდებიან, ვითარდებიან და შიდა გარკვეული დინამიკა გააჩნია და ხდება გაერთიანება ადამიანების კიდევ არა მარტო ამოცანის გადასაწყვეტად, არამედ ახალი პირამიდის ასაშენებლად. ხდება ესეთი რაღაცები ისტორიას თუ განვიხილავთ, დინამიური მოვლენა არის და აქ არის აი ასეთი დაბალი იერარქიული რანგი, მაღალი იერარქიული რანგი, ეს ყველაფერი მაჩვენებლებია, რაც უნდა გვახსოვდეს ძალიან კარგად. აი ესეც აი ჩვენი სამი სტადია, ეს არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ სამეცნიერო საფუძველზე დგევართ. ეს მითი კი არ არის რაღაც გასამართლებელი, რომ აი რაღაცა ვიცით, რაღაცის გვჯერა, არამედ ეს არის აი ჩვენი პრაქტიკა და თეორია, განწყობის თეორიას ვეყრდნობით ჩვენ, ანუ ვიცით ყველაფერი ქცევაზე, ცნობიერ და არაცნობიერ ქცევაზე და ამას დავუმატეთ ჩვენ ისევ ქვეცნობიერი ქცევა. გახსოვთ აი სტატისტიკა, აი ამ სამი ფსიქოლოგიური ქცევითი მოდელის მატარებელი ადამიანების ჩვენთვის უცნობია, ზუსტად ასეთი კვლევები არ არის ჩატარებული, ჯერ ტესტირების სისტემაც დასამუშავებელია, მაგრამ გარკვეული წარმოდგენა გვაქვს. სამივე ფლობს გარკვეულ უნარებს, ინტელექტუალურ უნარებს, ამავდროულად უპირისპირდება თავის საკუთარ ლორენცის დემონებს, ქვეცნობიერებას, ან გარეთ თუ სხვა ადამიანთან არის კონტაქტში. ესეც გავიხსენოთ და კულტურა და მეცნიერება. მეცნიერება ცდილობს, რომ ამ ურთიერთობის კანონზომიერებში გაერკვეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. კულტურა ცდებით, შეცდომების გამოსწორებით მიდის მაინც წინ და ცდილობს, რომ რაღაც წესები შეიმუშაოს. მათ შორის ტაბუ, რაღაც აკრძალვები, აშკარად ჩანს, რომ ამ აკრძალვების დაცვის შემთხვევაში თავს ვიცავთ. ანუ არ ვიცით რაღაც კანონზომიერებები, რომლებიც აი დამღუპველია, მაგრამ ამ აკრძალვებით ვიცავთ ამას. ვარიანტი ნახეთ, აი მოთვითნიერებული და აღზრდილი ლორენცის დემონი არის აი ჩვენს სამსახურში. აი ასეთნაირად, როდესაც საფრთხე გველოდება, მაშინ ამუშავდება. ყოველთვის აი ლორენცის დემონი წინ უსწრებს მოვლენებს. ეს პირველი რეაქცია სიახლეზე. როდესაც რაღაცა ხდება, მაშინათვე როგორ დამცველი ამუშავდება, მაგრამ თუ განვითარებულია უკვე ოჯახი ან ადამიანი პიროვნების დონეს მიაღწია, პირველი რეაქცია, როდესაც არის, ჩერდება და ეუბნება თავის ლორენს. ნუ რა თქმა უნდა ფიგურალურად ესეთნაირად დაიცა მაცალე, გავერკვე, იქნებ საფრთხე არ არის, იქნებ ეს ყველაფერი არის ილუზია.
თუ დაინახავს, რომ ნამდვილად ეს არის ჭრდილი და არა რეალური ობიექტი, მაშინ ჩერდება ეს ყველაფერი. ანუ მოთვინიერება და აღზრდა ამაში მდგომარეობს, რომ აღზრდის შემთხვევაში ჩვენ ვმართავთ ამ პროცესებს. ამას ვარჯიში ჭირდება, რამდენად სწრაფად უნდა მოხდეს რეაგირება და ჩვენ ხო შევთანხმდით, რომ ყველაფერი არის გარკვეულ სიტუაციებზე რეაგირება და ჩვენი ბიბლიოთეკა სიტუაციების რეაგირების უნდა იყოს რაც შეიძლება ფართო, რომ გამოვიცნოთ, გამოვიცანი, არა, ნუ მაშინებ ეს საშინელი. არ არის, დამალვა არ არის საჭირო, არც აგრესიულობა არის საჭირო. აი ასეთნაირად უნდა ვიყოთ ჩვენ დიმეგობროთ აი ამ ჩვენ ქვეცნობიერთან. ნუ ამას ვარჯიში ჭირდება, მაგრამ ცივილიზაციაში ხდება ასეთი რაღაცა სამწუხაროდ, აი რაოდენობა ასეთი ადამიანების კლებულობს და ჩვენ თუ ბავშვებზე არ ვიზრუნეთ, ეს ამოცანა, რომელიც არის დასახული ჩვენს ამ პროექტში, თუ არ ავამუშავეთ, აი ასეთი პრობლემა გვექნება. ოჯახი დაკარგავს პრაქტიკულად თავის, ასე ვთქვათ, ცნობიერ სამომავლობას და ქვეცნობიერ დონეზე იარსებებს და უპირისპირდება, ანუ ოჯახის შიგნით გაჩნდება პრობლემა. ანუ თუ კლებულობს ეს ნაწილი, აი აქ ბუნდოვანი გახდა კულტურა და მეცნიერება, მაშინ ეს საფრთხე მატულობს. საერთოდ გაქრა აი ეს ნაწილი, კულტურაც უკვე ნაკლებად ჩანს, ეს ყველაფერი პირველ რიგში მეცნიერება იხევს. უკან თუ ახევინებენ უკან, მაშინ ჩვენ კატასტროფა გველოდება. დგას დღეს ეს საკითხი. დაგანახეთ, ანუ მეცნიერების წინააღმდეგ მიდის გარკვეული ბრძოლა, შეტევა, დეზინფორმაცია საერთოდ მეცნიერების როლზე, იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტით ამ წარმოდგენით, ასე ვთქვათ, ორაკულით და მრჩეველით შეიცვალოს ეს ყველაფერი. ესეც არის იგივე ბრძოლა. გარკვეული ადამიანები ასეთნაირად ფიქრობენ, ისევ ცოდნით შეიარაღებულები ცდილობენ, რომ აამუშავონ ესეთი წარმოდგენა, უპირატესობის მოპოვება. დიახ, ეს პროცესები მიმდინარეობს. გაიხსენიათ, აი მაშინაც იყო ამაზე საუბარი, თუ გაიმარჯვა აი ამ ტენდენციამ, თუ უარი ვთქვით მეცნიერებაზე, თუ მომხმარებლები გავხდით, რომ საკმარისი აღარ გვინდა ჩვენ ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას, რომ კოსმოსში ვიფრინოთ წიაღისეულ სიმდიდრეს დავეუფლოთ და ეს საკმარისია, პრობლემები გაგვიჩნდება. ასეთია ბუნება ჩვენი, როგორც აი მრავალი ელემენტებისგან შემდგარი სისტემის. აუცილებლად გაჩნდება კრიზისი. მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვიყოთ. ჩემი საყვარელი სურათი, სადაც ჩანს, რომ ცნობიერად, არაცნობიერად და ქვეცნობიერად ოჯახი წარმოადგენს მთავარ სიმდიდრეს, უნდა გაუფრთხილდეთ, გახსოვთ ამაზე იყო საუბარი, როგორ მუშაობს აქ ლორენციც, სასარგებლოდ, აი ამ ოჯახის სასარგებლოდ, ნახეთ როგორია წყობა, ცხოველებიც ესეთნაირად უფრთხილდებიან თავიანთ შთამომავლობას და რაც მთავარია, დედას და მამა არის წინა პლანზე, როგორც აი მთავარი ზვერავი და შემტევი და ყველაზე უშიშარი ასეთი პიროვნება. ამოცანისა ესეთი ფართო დასმის პირობებში ზოგიერთი დეტალიც ახალია ჩვენთვის ახლა ტერიტორია, მეშვიდე მოდელი, დემონის აღზრდა, ახალი მომენტები, ამაზეც იფიქრეთ, ნუ გეტყვით წინასწარ, რომ ხელოვნება, მუსიკა და ფერწერა მოქმედებს იმ ჩვენ დემონზე აღზრდის თვალსაზრისით. ეს ძალიან საინტერესო ფენომენია, რომელსაც აი მხოლოდ ახლა ბუნდოვნად შეუდგა მეცნიერება ფენომენის შესწავლას. ჩვენს გავაგრძელოთ მუშაობა. ვიდეო საუბრებით ვიმუშაოთ. შევეცადოთ, რომ შედეგს მივახციოთ. ოჯახი არის მთავარი უჯრედი, სადაც პირველ რიგში ყველა ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს. მრავალი ელემენტისაგან აწყობილი სისტემა იქნება უსაფრთხო და რაღაც პერიოდის განმავლობაში აწყობილი. როგორ მუშაობენ ასეთი სისტემები, ამასაც შევეხებ. ნახვამდის.